ჩვენთვის საქართველოს ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატებული სამიტი იყო. რა თქმა უნდა, ამოსავ პარტნიორობის სხვა დანარჩენი წევრებისთვის შეძლო ეს არ ყოფილიყო წარმატებული სამიტი. ნახეთ ალბათ რომ ბოლოს სხვა წევრი ქვეყნები არ იყვნენ მაყოფილნი მიღებულ რეზოლუციით, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ცალსახად გამოჩნდა, გამოიკვეთა ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა როგორც ჩემთან პირად საუბრებში, ასევე საჯაროდ მოხდა ამის დადასტურება, რომ საქართველოს მიაღწია ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ეს არის ცალსახად და ამას ყველა აღნიშნავთ ერთხმად. მე მქონდა საუბარი დღეს ორპროვინციის შეხვედრა ქონდა გერმანიის კანცლერთან, გუშინაც ქონდა საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტთან. ყველანი პრაქტიკულად, ასევე სხვა დანარჩენი წევრი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ჩვენ მივახციეთ ძალიან დიდ პროგრესს სულ რაღაც რამდენიმე თვეში. აქვე მინდა განვმარტო ჩვენი მოქალაქეებისთვის, მოსახლეობისთვის, რომ ეს პროცესი, ანუ ის რაც უკავშირდება უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, უნდა დაწყებულიყო ბევრად ადრე. წინა ხელისუფლების დროს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა რომ ხაზი გაუსვა ამას, რომ წინა ხელისუფლების დროს უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი. მოლდოვის შემთხვევაში ნახეთ, რომ მოლდოვამ დაიწყო 2010 წელს და მათ უკვე აქვთ დღეს უვიზო მიმოსვლა. ასე რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მართლაც ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა, მე ვიტყოდი, გვაქვს ცალსახად პროგრესი და მიმაჩნია, რომ ეს იყო დიახ წარმატებული სამიტი ჩვენ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორის და არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, რაც სიტუაციის რაც არის ევროპაში ახლა, იდეალური შეიძლება არ ყოფილიყო ყველასთვის, სხვა დანარჩენი ქვეყნებისთვის, რა თქმა უნდა, მძიმე ვითარება არის უკრაინაში და ევროპის ლიდერებს მოუწიათ, ანგარიში გაეწიათ შექმნილი ვითარებისთვის, უკრაინა, რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინება გახდა შესაძლებელი და აუცილებელი. ასე რომ მე მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე ის ტექნიკური პროცედურები დასრულდება და ყველამ გვითხრეს, მე პირადად გადმომწეს მესიჯი, ნათელი მესიჯი, რომ პირველი იყო მოლდოვა, შემდეგი არის საქართველო. ასე რომ ეს უნდა გავმიჯნოთ. ჩვენ შეიძლება უკრაინასთან ერთად ასე ვთქვათ, არ მოგცენ ეს უვიზო, შეიძლება მოხდეს გამიჯნა. უფრო აქეთ წინაც არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ შემდეგი არის საქართველო. ამაზე ღიად ჯერ საუბარი არ გსურს, არ გვინდა რომ მოლოდინები გავაჩინოთ მოსახლეობის, მაგრამ პრაქტიკულად ეს უკვე დაადასტურეს ევროპელმა ლიდერებმა. ბატონო, ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზოთ მიმოსვლა ევროპაში. მანამდე ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერს, რომ ის ტექნიკური საშუალო პროცედურები რაღაც ყველაფერი დავასრულოთ დროზე ადრე თანაც.